მართლა დაგუსვით გაგახაროთ ილოცავ ზიარებას ზიარების საიდუმის აღსრულება კვლავ ჩვენთვის დიდი იმედია, დიდი სულიერი სტიმულია, დიდი სულიერი ძალა, რომელიც ყველა დეპრესიის, ყველა სასოწარკვეთილების, არასრულყოფილების, შინაგანი უძლურების, შინაგანი საკუთარი თავზე ხელის ჩაქნევის, ტრებზე გამარჯვებაზე და ტრებზე, ასე ვთქვათ, ტრების დამარცხების შესახებ სასოწარკვეთილი წარმოდგენის, რომ ვერ მოვერევით მათ სულიერ ტრებს პირველ რიგში. იმის შესახებ, რომ ჩვენი თავი უღირსი, ჩვენი თავი ვერ შემძლებელი და უკეთესი გავხდეთ ამისა. ყველაფერი ამ ნეგატივის, იმისა, რაც ჩვენ შხამები და ტოქსინები შემოდის ამის საწინააღმდეგოდ, ჩვენი უძლურების, გაცნობიერების და ამის ვერ გადალახვის საწინააღმდეგოა, რთულად მოუარე, მაგრამ ასე არის. ყველაფერი იმას, რაც ჩვენ არ შეგვიძლია იმის დამარცხების, ყველაფერი რაც ჩვენ ვერ შეგვიძლია იმის გადალახვის, იმის გაწონასწორების, ასე ვთქვათ, წამალია და ელექსირია ზიარება, უკვდავების წამალი,კვდავების სხავი. რომ ამ ყველაფერს ასე ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი თავით, ხო ღმერთს ვევედრებთ, რომ ის რაც მე არ შემიძლია, შენ შემაძლებინე ღმერთო. აი ეს არის ზიარების საიდუმლოსთვის მომზადება, ბისის, ქრისტეს ის ხორცის მიღება. როგორ არის, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და ვინც სვამს ჩემს სისხლს, ის ჩემთან არის და მე მასთან ვარ, ხო, მე ვიშли და ყოფდეთ ამას მოსაგონებელად, მოსახსენებლად ჩემს, ანუ სულ ვიგონებ ქრისტეს, მაგრამ ეს მოგონება რაღაცა ნოსტალგია კი არ არის, ეს არის ცოცხალი ხსენება ღვთისა და ჩვენში შემოდის ქრისტე ამით. ამიტომ ახალი ნაზირები ხართ ახლა თქვენ, მეც ყველანი და აი ეს ახალი ნაზირები ადამიანები უძლეველი ვართ, უძლეველი ხართ, უძლეველი ვართ და სულიერად ბევრად უფრო დიდი იმუნიტეტით გამორჩევთ. თუ უკვე ცოტა მეც მოვინდოებ ცოტას, უფრო კიდევ წინ წავალთ და რაც შეიძლება მეტი უნდა კიდევ ვიდრე ჩვენ გონიერ შეგვიძლია მეტი უნდა გავაკეთოთ. მეტი სიყვარული, მეტი ყურადღება ერთმანეთისადმი, უფლება არ მივცეთ ჩვენს თავს, რომ ხელი ჩავიქნიოთ ამ ცხოვრებაზე და უფრო სისუსტეებზე. ამას ვერ შევძლებ, იმას ვერ გავაკეთებ, ვერ და არ უნდა ვიწყებ და ვერ შემიძლია და არ შემიძლიათ უნდა ვიწყებ. მე რაც არ შემიძლია, შენ შემაძლებელია ღმერთო და რა ჩემი სურვილი ასეთია და შენ როგორც შენი ნება როგორც იქნება, ისე იყოს ღმერთო. ხო, როგორც არ პრინციპი მამაჩემში ხوارი რაც როგორ ენათქო. იყავ ნებაში ერთად სათაშია ერთ ქვეყანაზე და ახალ თერაპიას არ მამაჩემ ამიტომ არის უნივერსალური როცა. მთელი სახარებაში ჩადება. აი ეს როცა მეტი დაჯერება, მეტი სიყვარული, მეტი უბრალოება. უბრალოება ეს არნიშნავს იმას, რომ უბრალოება და სიყვარულის გამგზავნება და როგორც ეს ვთქვათ, ერთმანეთთან უბრალოდ დამოკიდებულება ეს არნიშნავს იმას, რომ ამას ლეგალიზაცია გავუკეთოთ ჩვენ თავს უფლება მივცეთ იგნორისა, ცივსისხლიანობისა, უყურადღებობისა. როცა ადამიანი სიყვარულით გეპყრობა და ციტფოთი გეპყრობა, ეს არნიშნავს იმას, რომ შენ ეს ჩათვალებად, რომ შენ უფლება გაქვს, რომ არაფრად არ ჩააგდო. არ გამოხატო საფასუხოს იყო ცალმხრივზე იყო ჩართული და ცალმხრივ მოძრაობაზე. რომ ცალმხრივი აქ მოძრაობა, ცალმხრივზე მიდი, მარტო ცალმხრივზე მოძრაობა. მე გელი, მე ველი, მე მხოლოდ ცალმხრივზე ვარ ჩართული და ველი მხოლოდ იქით შესაძლებს სიყვარულები აზრით სიტყვით თუ საქმით. თუ ასე ვთქვათ, შეიძლება თუ ჭკვიანად მოიქცევი, კეთილად განწყობილი ვიყო და უფლება მოგცე, სწორედ შემოცირო და უფლება მოგცე სიყვარული გამოხატო. თუ არა, კარგად ბრძანდებოდი. ეს არ არის ქრისტიანობა. ქრისტიანობა არის ორმხრივი სიყვარული. ანუ შენ სამხრივზე და მხოლოდ ერთ დაჭაობებულ ადგილას წყალი, როცა ერთად მზედგება, ჭაობდება მე. თუ არა აქვს შესავალი, არა გამოსავალი, ანუ გამდინარე ადამიანი არც ცუდია, არც კარგია. არც ცუდია, არც კარგია. ადამიანი ცუდიც არის, კარგიც არის. ერთდროულად საით მიიმართა, რომელი ნებისაკენ მიიმართა. როგორც გამდინარე წყალი, როგორც მდინარე ადამიანი. მახსენდება ანტიკური სიბრძნე. ერთ მდინარეში ორჯერ ერთ წყალში ორჯერ ვერ შეხვა. ერთხელაც ვერ შეხვა. ეს ხორება ალგორითმებია, ფსიქოლოგია, ფილოლოგია, თვითმეტყველება, ეს არის უნარჩვევები და ალგორითმების ათვისება, ეს არის სოციალური შეგრძნება მიღმიურისა, ადამიანის სოციალური შეგრძნება შინაგანი
ადამიანის მდგომარეობის ამას თუ ვერ ხვდები, ვერც ფსიქოლოგი ხარ, ვერც ღვთისმეტყველი ხარ, ვერც სასულიერო პირი ხარ და ასე შემდეგ სამი წერტილი. თუ ამას ვერ ხვდები, შინაგანი შეგრძნება ადამიანისა, მისი მიღმიური მდგომარეობისა, მე ვიტყოდი მისტიკა არის. ეს ისეთი საგნებია, რომლებიც ერთმანეთთან გადაწყვეტილია პედაგოგიკა ხოთაშორის. მედიცინა, ექიმი არის, სასულიერო პირი, ექიმიც არის, პედაგოგიც არის. ეკლესია არის ლოცვის სასწავლებელი, როძღორი ლოცვის მასწავლებელი. ალგორითმები, ხოლმე უნარჩვევები, მექანიკური ალგებრა, გეომეტრია, რომელსაც აქვს თავისი პასუხები, არის ალგებრა, გეომეტრია, შეეციგნები, ხო? არის ამოცანები და არის ამოხსნები. თუ ვერ ხსნი, შეგიძლია ნახო ამოცანის ამოხსნა. თუ მიხვდები როგორ უნდა ამოგიხსნა. ეს აზროვნებას აჩვენებს. ეს მექანიკური პროტოკოლური სულიერობა არაფერს აძლევს. ნამდვილი თუ ხარ, მეტად უნდა შეგრძნება ქონდეს და მეტი სულიერი გამჭვირვალობა უნდა ქონდეს. ადამიანი გამჭვირვალე არსებაა, მადლისათვის გამჭვირვალე არსებაა. მაშინ უამრავი გახსნილის სისტემაა. ნაკადია, იგი არის სტატიკური სისტემა, რომელიც ისი გაედინება და შემოედინება. ზოგჯერ ცოტა, ზოგჯერ ბევრი, მაგრამ სულ მუდმივ როგორც მდინარე ადამიანი. ამიტომ ადამიანს ვერ მოგამოიცნო, როგორც მდინარეს ერთ წყალში ვერ შეხვა ორჯერ, ხო? სულ ერთხელაც ვერ შეხვა, ვერც გამოიცნო. ამიტომ ვენცადოთ რომ მეტად უფრო და უფლის უფალსა და ქრისტეზე მხოლოდ რაც მოგვეცა ის ჩვენთვის შესაძლებელი და მისაწვდომია. ტრანსცენდენტული იმანენტური ხდება, თუ მოვინდომოთ. ისის დიდი ღვაწლი უნდა. მერქის შემეცნებადი მხოლოდ ისა, რომ ის შეუმეცნებადია. თავი დავიმდავროთ, მეტი ვილოცოთ. ხშირად ვეზიარო. და ჩვენთვის მისაწვდომი გახდება უფრო მიუწვდომელი. არა ღირსების და დამსახურების გამო, არამედ როგორც დაუმსახურებელი წყალობა. მადლობა საშუალებას იესო ქრისტეს, როგორც თქვა, ყოველთა თანა ამინ.